ძალიან საინტერესო სტუმარი მყავს თინათინ სვანიძე ვენკო ესეთი სტუმარი მყავს რომელიც ჩემმა პროდიუსერმა გაამაცნო როგორც ჩვენი ელჩი ჰოლანდიაში მაგრამ მისი ბიოგრაფია რო ესე ორი სიტყვით მოვისმინე ის ელჩი არის ყველგან რომელ ქვეყანაშიც ფეხი დაუდგამს იმიტომ რომ ჩვენს ქართულ კულტურას დაატარებს როგორც ბიზნესად ისე გულით სულით და მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის როგორც საქართველოს ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე ძალიან საინტერესო ბიოგრაფია გაქვს და თქვენს წარმატებებზე და მიღწევებზე ვისაუბროთ აუცილებლად ჩვენს მეორე ნაწილში, მაგრამ პირველად მომიყევით თქვენ შესახებ. საიდან დაიწყო თქვენი ეს საზღვარგარეთ ცხოვრება, იქაური ისტორიები, ყველაფერი მომიყევით. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა თქვენს ეთერში ყოფნა. მივესალმებით ჩვენს მსმენელს, რადიო მსმენელს და მე ძალიან ადრე 33 წლის წინ 20 წლის რო ვიყავი, მაშინ დავტოვე საქართველოს და აღმოჩნდი ჰოლანდიაში. ანუ ჩემი გეგმა იყო რომ წავსულიყავი ამერიკაში, ერთ-ერთ უნივერსიტეტში უნდა ქონოდა გაცვლითი პროგრამების exchange ასე რომ ვთქვათ, მაგრამ აღმოჩნდი ჰოლანდიაში. ჰოლანდია ძალიან მიყვარს იმ კუთხით, რომ ანუ ჩვენ ქართველები საქართველოს ვეძახით დედა სამშობლოს და ჰოლანდიელები თავიანთ სამშობლოს უძახიან მამა სამშობლოს და აი ერთ მომენტს გავიხსენებ მე უნივერსიტეტი დავამთავრე გრონინგენში ვისწავლე იქ დავამთავრე და ერთ პეტერბურგშიც ვიყავი იქაც გამაგზავნეს უნივერსიტეტიდან და ჰოლანდიიდან და ზუსტად ისე დროს გამაგზავნა, բայց ყველაფერი ხო უფლისნებაა ჩვენ ცხოვრებაში, დაემთხვა ნიდერლანდების დედოფლის ჩამოსვლა, პირველი ვიზიტი მოსკოვში და პეტერბურგში და მე როგორც ჰოლანდიელი სტუდენტი ვეხმარებოდი ჰოლანდიის საელჩოში, თან ენას ვფლობდი რა თქმა უნდა, ქართულს, რუსულს და ორგანიზებაში მის ერმიტაჟში გაიხსნა ახალი ჰოლანდიური სამხატვრო ეს უდიდესი გალერეები კი თვითონ დარბაზები და ამის გასახსნელად იყო ჩამოსული, ასევე ქონდა ერთად ვახშამი და ამ ვახშმის დროს ეს იყო ეს არაოფიციალური ვახშამი, ასე რომ ვთქვათ, შეხვედრა ჩვენთან, სულ ორი სტუდენტი ვიყავით და ელჩმა გითხრა რომ ვერაფერს ვერ მოვამზადებთო წინასწარო, მაგრამ თქვენ თვითონ ამოემზადოთ, არ ვიცით რა კითხვას დაგისმევთო და ჩამოსული იყო პრინცთან ვილემ ალექსანდრესთან ერთად, ახლა ჩვენი მეფეა ვილემ ალექსანდრე და ანუ თუ მოხვდებითო მარჯვენა მხარესო დედოფალი გაგესაუბრებათო და მარცხენა მხარესო თვითონ პრინცი ვილემ ალექსანდრერიო და მოხვდი მარჯვენა მხარეს. ასე რომ დედოფალმა სამი კითხვა დამისვა. პირველი კითხვა იყო ის, საიდან ვიყავი და რა საქმიანობდი ნიდერლანდებში, რა თქმა უნდა, უთხარი რომ ვიყავი საქართველოდან და ვიყავი სტუდენტი. მეორე კითხვა იყო, რა გეგმები მქონდა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ. და ზუსტად ამ დროს გავაჟღერე მასთან და ვუთხარი რომ სანამ ჰოლანდიაში ჩამოვიდოდი მე ხოლმე ჩვენ ქართულები დედა სამშობლოს ვეძახით ჩვენ სამშობლოს და ყავდა დედა მქონდა დედა სამშობლო თქო და ახლა ძალიან ბედნიერი ვარო თქვენ სამშობლოს მამა სამშობლოს უწოდებთ და როგორც დედა ასევე მამა მყავს მეთქი და ვისურვებდი მეთქი ისეთი რამე გავაკეთე რომ ორივე დედა და მამა სამშობლოს გამოვადგეთქო. აუ რა კარგი პასუხია. ისე ამოვნა ისე რომ კეთილი იყოსო თქვენი მობრძანება ჰოლანდიაშიო და მესამე კითხვა რო დამისვა, აი ყველა გაოცდა რომ ესეთი კითხვა დედოფალს არ დაუსვია ჯერო და კითხა თუ მყავდა ჰოლანდიელი მეგობარი. ასე რომ მაშინ პრინცები სამი პრინცი იყო რა თქმა უნდა დაუქორწინებლები და აი ალბათ ნამდვილად სარძლად მოეწონეო და ისიც ხდება ესე იგი. აი მე ძალიან საყვარელობა იყო და ნუ მოკლედ აი ესეთი იყო ეს შეხვედრა და არ დავტოვო ხა ისე რა უპასუხე მაშინ. არა, ნამდვილად არ მყავდა და უპასუხე რომ არ მყავდა და აი იმ დროიდან, ზუსტად იმ დროიდან არის ეს ჩემი ფიქრი სამშობლოსთან კავშირში და ეს ხიდების შენებლობა დედა და მამა სამშობლოს შორის. მე იქ ვარ, მაგრამ ჩემი სული, ჩემი გონება, ჩემი გული ყოველთვის აქ არის და ამაზე არის ჩემი ყველა ბიზნესიც აწყობილი. მე როცა დავამთავრე უნივერსიტეტი, მაშინვე გავხსენი ტურიზმი, დავამთავრე აღმოსავლეთ ევროპა-ცოდნეობა და ასევე იურიდიული. და გავხსენი ჩემი პირველი ტურისტული ორგანიზაცია თიკატური 2000 წელს.
ნიდერლანდების სამეფოში და ზუსტად მაშინ საერთოდ არავინ არ იცოდა რომ ვიტყოდი საქართველოსდან ვარ თქო მეუბნებოდნენ ჯორჯიას რო ვიტყოდი არ გაქვსო ამერიკული აქცენტიო და მითხარი არა ამერიკა ჯორჯია არა მეთქი საქართველო თქო და მაშინ ძალიან ცოტა მიცოდა საქართველოს ეს ჯერ კიდევ პრეზიდენტ შევარდნაძის დროზე საუბარი და აი მაშინ დავიწყე შემოყვანა და ძალიან ბევრი ტურისტი შემოვიყვანე მე მეუღლე გავიცანი ჩემი მეუღლე ჰოლანდიაში მუშაობდა ამერიკელია ჩემი ოცნების მამაკაცი იყო 2020 წლამდე ოცნებობდი ოცნების მამაკაცთან შეხვედრაზე და აი ზუსტად 30 წელს როცა მზად ვიყავი უკვე ოჯახის შექმნისთვის ძალიან მალე ვიქორწინეთ გადავედით სინგაპურში ვიცხოვრეთ 5 წელი ჩვენ სამი ვაჟი ყავს გიორგი ლევანი და თეიმურაზი იქ დაიბადნენ რატო მეტირეთ ამ სახელებზე ძალიან მაგარია ამ კულტურის მოსმენა რომ თქვენ გადახვედით 20 წლის გოგო მთელი თქვენი კარიერა და მთელი თქვენი ბიზნესი გააშენეთ ოცნების პრინცი ამერიკელი გაიცანით და შვილებს ქართული სახელები ქვია და ქართული ძალიან კარგად იციან და სულ მეუღლიან შვილებიანად საქართველოსში მოიჩქარით და აქ არის თქვენი სავანე ასე ვთქვათ ეს ძალიან დასაფასებელია და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის როგორ ასწავლეთ შვილებს უცხო ქვეყანაში ქართული ანუ რანაირად მოახერხეთ ეს? ხო, აი ეს ძალიან დიდი ძალისხმევაა და ძალიან დიდ ენერგიას და დროს მოიცავს, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც შენი საკუთარი ბიზნესი გაქვს და ანუ ეს აწყობილი უკვე შენი კარიერას ესე ადვილად ვერ დასთმობ, იმიტომ რომ შვილები და რა თქმა უნდა ოჯახს უნდა დაუთმო ძალიან დიდი დრო, მაგრამ უნდა იყოს ესე ძლიერი, რომ რაღაც ეს ბალანსი არ დაკარგო. და ძალიან შემართებით უპირველეს ყოვლისა შენი შვილები არის რა ვიცი ჩემთვის ოჯახი ქმარი და შვილები იმდენად მნიშვნელოვანია რომ მე ჩემმა ბიზნესმა მომცა იმის საშუალება რომ აი 24 საათი როცა ჩემ შვილებს ჭირდებოდი მათთან ყოფილიყავი და ენერგია ისეთი მაქვს რომ არც დღე მაწუხებს დაღლილობა არ ძღამე და აი ხამე უკვე მუშაობდი და ამ ჩემს კარიერას აი ჩემის სიწყნარე უკვე რომ სამეოს რომ დავაძინებდი მაშინ ჩემი მეუღლე პერიოდია ვიცი კი მეუღლეც მოგზაურობდა ბევრს და აი მაშინ უკვე ჩემს ბიზნესზე მუშაობდი და იმელებს მაგრამ აუცილებლად აი როგორ ვასწავლე არის ერთი ისმი დააღნიშნო სანამ ჩვენ დავქორწინდებოდი ჩემი მეუღლე როცა ჩამოვიდა საქართველოში პირველად ჯერ ვიყავი დაქორწინებულები რა თქმა უნდა თბილისი ვაჩვენე და ავიყვანე მცხეთაში ჯვრის მონასტერში რო შევიდა მითხრა რომ თიკაო მხოლოდ და მხოლოდ თუ დავიწერ ჯვარსო ჯვრის მონასტერშიო და მართლაც ჯერ მოინათლა და კი და რომ მითხრა რომ ჩვენ შვილებსო გვარიო ქართული არა აქვთ მაინც ვენკო ჩემი მეუღლის გვარია და აუცილებლად ისეთი ქართული სახელები უნდა დავარქვათო რომ ამერიკა იქნება ევროპა თუ უცხოეთშიო ვერავინ ვერ შეუცვალოსო და თქვათ ალექსი არ გახდეს ან ლუკასი არ გახდესო ისეთი უნიკალურიო რომ ქართულად იჟღეროსო და ყველა მიკითხოსო სადაური ქართველი სადაური სახელიო და ბავშვებსო შეეძლოთო შესაძლებლობა მიეცათო მოყვნენოთ ქართულ დედაზეო და საქართველოსეო და აი ზუსტად ეს მე არასოდეს ბავშვებისთვის არასოდეს ერთხელაც კი სხვა ენაზე არ მისაუბრია და კი ძალიან ანუ ენა აიდგეს ქართულად და პირველად სიტყვები და ამავ დროს რა თქმა უნდა ხა ინგლისური ესმოდათ მამისგან ინგლისური ესმოდათ ბაღიდან თუ სკოლიდან ინგლისურს და ნებისმიერ ენას ძალიან მალე ისწავლიან, იმიტომ რომ იმ ქვეყანაში ცხოვრობდნენ და ერთადერთი მე მხოლოდ ქართული და სხვათა შორის უცდიათ ხოლმე თავიდან არა ის სადღაც 4-5 წლის რო გახდნენ ინგლისურად ჩემთან საუბარი და ესე შევხედავდი ხოლმე და არ მესმის მეთქი რას მეუნები თქო და როგორ არ გესმისო მითხარ არ მესმის მეთქი ეგენა და როგორ არ გესმისო დედიკო აბო მამიკოს ველაპარაკებიო და მე მხოლოდ მამიკოსგან მესმის და თქვენთან არ მესმის მეთქი და ეს იყო და ეს მისი ამ ცდელობა არც კი ყოფილა ამის შემდეგ და ჩემთვის აი ვერც კი წარმომიდგენია ბავშვს ან მოვეფერო სხვა ენაზე ან გაუბრაზდეს სხვა ენაზე ან რა კარგი მოსასმენია ეს ყოფილი თხემდა ქართულად საუბრობთ რა თქმა უნდა და აი ახლა რომ წერენ მესიჯებს ხო აი ქართულად რო არ მომწერონ ჩემგან პასუხს არ მიიღებენ ასე რომ დღემდე რა თქმა უნდა და და იავნანის გარეშე არ დაგვიძინია და მამაო ჩვენ ლოცვა რო გვეთქვა არ დაგვიძინია ისე და ეს იყო ეს რიტუალი და ნუ მე ნიდერლანდებში რომ ცხოვრების პერიოდში დავაფუძნე ქართული ნიდერლანდების ამას ქართული კულტურის ცენტრი
ეკლესიასთან ერთად, უწმინდესის კურთხევით. და ეს ჩვენი ჯვართამაღლების ეკლესია, უწმინდესის კურთხევით ჩვენს ეპარქიასთან ერთად და აი იქ ქონდა საკვირაო სკოლა, სადაც ვასწავლიდით ქართულს, ენას, ლიტერატურას, კულინარიას, ცეკვას, სიმღერას, ჩვენ ანსამბლიც ყავს იქ საქართველოს ცეკვის და ბავშვები კი და სტიქაროსნებიც იყვნენ. ანუ ესე იგი 2 საათი ისე დაუღლელად ეხმარებოდნენ ხოლმე მამაოს, ესეთი დისციპლინა შეიძინეს. ანუ მათ მე იქაც შეუქმენი არა მარტო სახში ენა, აი პატარა საქართველო და ეს ერთმანეთში ძალიან ბევრი ბავშვები რომ მოდიოდნენ თვითონ ბებია-ბაბუები, მშობლები წირვაზე და ჩვენ აქ იმიტომ რომ მოგეხსენებათ ემიგრაციაში არა აქვთ ის ფუფუნება რომ მოიყვანონ ძიძა და დაუტოვონ შვილები და სწორედ ეს იყო ჩემი მიზანი და ძალიან კარგად იმუშავა სხვათა შორის რომ ოჯახები ერთად ყოფილიყვნენ აი თუნდაც ამ კვირა დღეს და ამ ქართულ ტრადიციებს ენას ეზიარათ ეს დიდი ბედნიერება და ძალიან მადლიერები არიან და თავისთავად მადლიერი არიან ისინიც და ჩვენც მადლიერი ვართ და მართლა ძალიან საამაყო ქართველი ხარ ყველა შენი სიტყვა გულთან ძალიან ახლოს მოდის და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. აი ბავშვებზე და სენტიმენტებზე ვილაპარაკეთ ახლა და ჩემი შთაბეჭდილება და ის ილუსტრაციები რომელიც ამ წიგნში ვნახე აუცილებლად მინდა რომ მომიყვეთ. თქვენი ბესტსელერის შესახებ მოგვიყევით ჩემ პირველი წიგნის და მე როგორ შეიქმნა ეს საოცრება. აუცილებლად. ესე იგი რამ გადავიტანე მე 50 წლის რო გავხდი, სანამ გავხდებოდი, აი უკვე გრძნობდი რომ ალბათ ერთი 10 ცხოვრებით ვიცხოვრე და აი ეს მინდოდა რომ ამომეხო გულიდან ყველაფერი და რაღაცნაირად ბევრი ჩანაწერებიც მქონდა სხვათა შორის და შემეკრა წიგნად და ჩემ თავს დავპირდი რომ 50 წლის რო გავხდები მეთქი ეს უნდა იყოს ჩემი თავის საჩუქარი ეს წიგნი თქო და თიკა სვაინძე ვენკო ქალის სხვა სამყარო და ეს იყო ახალი ჟანრი ლიტერატურაში და ბესტსელერი გახდა ძალიან აიტაცა აი დღემდე ისეთი საოცარი აი სულ ვინც კი არ უნდა წაიკითხოს ჯერ რომ დაიწყებთ ეს გაჩერდები ისეთი წასაკითხია და აუცილებლად ხარ რატომაც მე არ წამიკითხავს და აუცილებლად შემდეგ ჩვენ შეხვედრაზე ერთი სული მაქვს პირიქით როდის წავიკითხავ მოგართმევთ აუცილებლად მოგიტანთ საჩუქრად შევიძენ ვიპოვი ძალიან დიდი მადლობა და ამ წიგნში მქონდა გამოყენებული ფრაზები, ისეთი ფრაზები, რომლებიც აი ძალიან პოპულარული გახდა და საყვარელი და ესე იგი მისი პირველი ბესტსელერი წიგნიდან ისეთი ფრაზები ქონდა გამოყენებული, რომ მეორე წიგნი შეიქმნა მისი ფრაზების მიხედვით. ამ წიგნს ქვია გულანი და ეს რატო ქვია გულანი? იმიტომ რომ ყველა ამბობდა რომ ეს ფრაზა ამ ფრაზას გულით ვატარებო. ეს სულ გულში და გულანი ესე შეიკრა. დიახ. აი ამ გულანში არის მისი ფრაზები პირველი წიგნიდან და არის ილუსტრაციები. 161 სკოლამ ბავშვებმა გააკეთეს ამ ჩემი ფრაზებით ეს ილუსტრაციები, აი სასწაული, აი ნახეთ ეს 9 აპრილის აი არ ვიცი რომ ვკითხულობ ტირივა რომ ესეთი საოცარი ნახატები თქვენი ემოციები დღემდე ცრემლებით ვივსები და ასეთი უნიჭიერესი ბავშვები ბედნიერება რომ თქვენი ამ შრომის ამდენი ჯაფის და აი ასეთი ქვეყნის ერთგულების პასუხი მიიღეთ უცებ აი ეს რამხელა სიყვარული კი და თქვენ იცით რომ ეს მხოლოდ ეს ნაბეჭდია და მათ ხელით გადაწერეს მე მაქვს ეს მუზეუმში დაიდება ალბათ როცა გვექნება ამის საშუალება ანუ ეს რასაც თქვენ ხედავთ ეს დაიბეჭდა შემდეგ მაგრამ ეს წიგნი ცოცხლად ხელით არის ჩაწერილი და სასწაულია კი და ის რა მაინტერესებს ეს ილუსტრაციები რო ნახეთ არის თქვენს ნაფიქრთან და თქვენს რასაც წერდით და რასაც გულისხმობდით და რასაც ხედავდით მოლოდის გადაჭარბა აი მოლოდის გადაჭარბა და ისე მიყვარს მე ჩვენი ახალგაზრდობა ნამდვილად სასწაული თაობა მოდის და მართლა ქეთს ვიხრიან ბავშვების წინაშე მე მათი იმედი მაქვს და ყველა მიცის რომ ყოველთვის თუ რამე უნდათ მათ თუ რამე ჩაიფიქრებენ ჩემი ბიზნესის 50% ეხმარდება საქართველოს პოპულარიზაციას საზღვარგარეთ და ასევე აქ ყველანაირ საქველმოქმედო პროექტებს და მათ იციან რომ
ის ყოველთვის ჩემგან დაუფინანსდებათ და ეს ოცნებები აუსრულდებათ. ოღონდაც რამე ინატრონ და მითხრან და წლებია. რასაბძანეთ პირიქით. დიდი მადლობა. წარმომიდგენია ახლა ჰოლანდიაში ჩვენი ახალგაზრდები, რომელიც გეგმავს ჩასვლას ან ცხოვრებას ან ასე შემდეგ და არა მხოლოდ ჰოლანდიაში თინათინს ყველგან აქვს თავისი სითბო, თავისი გული და თავისი გავლენები მოპოვებული. როგორ ეხმარებით ამ ქართველებს წარმომიდგენია ინტეგრირებაში და რა ადვილია გზა გასავლელი რაც თქვენ გაიარეთ იმ ქვეყანაში სადაც თქვენ ხვდებით ჩვენს ქართველ ახალგაზრდებს და ძალიან დიდი მადლობა ამ გზის გამარტივებისთვის. რასაც აი ვიწევთ ყველას ჩვენს ახალგაზრდებს შემოგვერთებიან აუცილებლად სკოლებიდანაც, უნივერსიტეტებიდან, სამრევლოებიდან და შაბათს გვაქვს აი ქართული კალიგრაფიის ფესტივალი და მეწარმეების ფესტივალი ჩვენ ამ საოცარ ფესტივალზე. ეს არის 13 ივნისი. 13 ივნისი. შაბათი. სად ტარდება ეს ღონისძიება? ღონისძიება ტარდება შერატონ მეტეხ პალასში, სასტუმროში. და ძალიან თავისუფალია, დიახ, და არის გრანდიოზული ღონისძიება. გამოფენილი იქნება ჩვენ გვაქვს ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ასოციაცია დავაარსე და არის ეს მეორე ფესტივალი რომელზეც ესე იგი პროფესიონალი კალიგრაფები წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს. კი, ძალიან ასე მეტი ნამუშევარი გვექნება. აი შარშან ჩვენ ჩავატარეთ კონკურსი მაგალითად მოზარდებში და 150 ბავშვის შეირჩა და ეს ამ კონკურსში მე გამარჯვებულები გამოაცხადა და ეხლა უკვე პროფესიონალ კალიგრაფებს შევაჩერეთ. ასევე გვყავს მეწარმეები, რომლებსაც ოდესმე ქართული კალიგრაფია ან ანბანი გამოუყენებიათ და ასევე ჩვენ ვთხოვეთ თუ შესაძლებელი იქნებოდა სხვა მეწარმეებსაც არ ქონდა გამოყენებული, რომ მოესინჯათ და წარმოეჩინათ ჩვენი ქართული ანბანი და დამწერლობა და საოცრებები შექმნეს ისე ველოდები შაბათ დღეს ერთი სული მაქვს რომ აი ქალბატონი მწერდა რომ თქვენმა ისეთი ინსპირაცია და ინიციატივა მომეცითო რომ ვერც კი წარმოვიდგენდიო ამ ოცნებაზე ვერც ვიოცნებებდიო და ეს ოცნებას ხედავ უკვე რომ რეალობაში მოდისო და შაბათს რომ წარმოვადგენო აი არ მჯერავ და ძალიან არ მიფიქრი აი ბრენდს რო ქმნი პირდაპირ რო წახვიდე იმ საოცრებისკენ რაც ჩვენი დამწერლობა არის და ლოგოშიც და წარწერაშიც და ყველაფერშიც ამას რო გამოიყენე ამაზე დიდი სილამაზე არ არსებობს თითზე გიკეთია რაღაცა საოცრება რაც მინდა რომ გთხოვო რომ ვაჩვენოთ ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს ჩვენი ანბანი და კალიგრაფია აი ეს ნახეთ ეს გულანი წიგნი რო გამოვიდა მე ჩემი ღვინის პროდუქცია მაქვს და ყოველი ღვინის ბოთლი ყვება ისტორიას ანუ ჯერ მეფე ერეკლეს საიუბილეო ჩამოისხა მის 300 წლის თავი იყო შემდეგ არქეოლოგიური არტიფაქტები გავაცოცხლე ბოთლზე ბრენდინგი შემოვიდა შემდეგ ქართული ქსოვილი მე დიდგორის 900 წელი იყო დიდგორობა და როგორ ვამაყობთ რომ ეს საოცარი კი და ბოლო იყო აი ეს წიგთან ერთად ჩამოისხა ახალი ღვინოები რომელმაც უკვე გააშუქა ქართული კალიგრაფია და აი ზუსტად ეს ბეჭედი რომელიც ეტიკეტად არის გამოყენებული ხა ეს დაძველების ეფექტით არის და იქ არის ოქროსფერი თვითონ ოქროსფერი და ეს აი საოცარია და ამ წიგნთან ერთად დაიბადა ეს და მე საერთოდ პრეზენტაციები რომ მქონდა უცხოეთში ჩემი ღვინო თავისი ბრენდით სულ გადის უცხოეთში და იქ რო შეხედავდნენ ხოლმე ამ ოქროს ფონს და ვაიმეო როგორ გვინდაო არ არისო და მეუთხარი არ არის მაგრამ იქნება თქო და გავაცოცხლე სამკაულები შემოვიტანე თავად აი ჩემი პირველ წიგნში ზუსტად ჩემი პორტრეტია სადაც ეს კუები სამაჯური და ეს გულსაბამი ყველაფერი თავად მიკიდია და თავად ხმარობ ამას და მოკლედ აი ეს ახლა ეს კალიგრაფიული გვექნება წარდგენილი შაბათს თავისი ჩემი ხაზი იქნება ჩვენი პროდუქცია სტუდიიდან რეკლამა უნდა გავიდეს და მე კიდევ უფრო დეტალურად უნდა ვისაუბროთ ამ იდეაზე როგორ განახორციელეს სად იყიდება და ასე შემდეგ აუცილებლად დაგველოდეთ ძალიან მალე დაუბრუნდებით